მინდა იცოდე, რომ ზედმეტი წონა კარიერას არ ანგრევს ერთ დღეში. ის ანელებს მას. წარმოიდგინე სიტუაცია, რაიმე სახის შეხვედრაზე ზიხარ და ენერგია არ ყოფნის. გინდა ილაპარაკო, გააზიარო შენი იდეები, მაგრამ ამ დროს საკუთარ თავზე ფიქრობ, როგორ გამოიყურები, როგორ სუნთქავ, როგორ ზიხარ, რას ფიქრობენ სხვები შენზე და ასე შემდეგ. ამის გამო კი შენს იდეებს ხმამაღლა ვერ აჟღერებ. არა იმიტომ, რომ ცუდია ან არ გაამართლებს, არამედ იმიტომ, რომ დაღლილი ხარ. დაღლილი ხარ იმით, რომ უამრავი მცდელობის მიუხედავად ვერ მიაღწიე შენს წონის კლების მიზანს, რამაც შენს თავდაჯერებაზეც უარყოფითად იმოქმედა. დაღლილი სხეული კი ვერ იღებს სწორ გადაწყვეტილებებს და მერე გიკვირს, რატომ გაჩერდა შენი კარიერული წინსვლა. უბრალოდ გაჩერდი და დაფიქრდი შენს განვლილ გზაზე. დაიხსენე ის მომენტები, სადაც დაუშვი შეცდომები და ეცადე იგივე შეცდომა მეორედ აღარ გაიმეორო. მინდა გითხრა ერთი მარტივი ჭეშმარიტება. შენ არავის შეცვლა არ შეგიძლია, გარდა საკუთარი თავისა. ამიტომ თუ გინდა 2026 დაიწყო საკუთარ თავზე მუშაობით და თუ 31 დეკემბერს ჩამოწერილი მიზნებიდან შენი ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ ჩადგე შენთვის სასურველ ფორმაში, ელოდებით ჩემთან უფასო კონსულტაციაზე. მომწერე პირადში და იქ განვაგრძოთ.